Თქვენ შეგვიძლია გავესაუბროთ ახლა ნიკა გვარამიას თანაგუნდელს მარიკა არევაძეს. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს? დღეს მოსამართლე ფაქტია, რომ ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს და რა დირექტივასაც მიიღებს. ქართული ოცნებისგან იმ გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში გამოაცხადებს, ხო? მას ედავებიან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, როდესაც კადრები ვნახეთ, როგორი აგრესიულები თავად სამართალდამცველები იყვნენ ნიკა გვარამიას მიმართ და მას ემუქრება 15 დღემდე ვადით თავისუფლების აღკვეთან. ჯარიმა, რას ფიქრობთ თქვენ? პოზიტიური მოლოდინები იმ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულების სისტემა ფაქტობრივად ჩამოშლილია, შეუძლებელია რომ გქონდეს. დილიდან, გარდა იმისა, რომ მთელი ეს პროცესი ვაწყდებით უამრავ კანონდარღვევას და უსამართლობას, დილიდან კიდევ მორიგი კანონდარღვევის შემსწრე გავხდით, ვინაიდან არც ერთ ადვოკატს არ შეატყობინეს, ისე მოახდინეს ნიკა გვარამიას იზოლატორიდან გადმოყვანა და სასამართლო პროცესის დაწყება. მეტიც, როდესაც ვრეკავდი მე პირადად სასამართლოში, იმისათვის რომ გამერკვია თუ როდის იყო პროცესი ჩანიშნული, რომ მოგვეხდინა ადვოკატების მობილიზება, მოყვანა და ასე შემდგომ, არ მეუბნებოდნენ დროს. თუ რუსეთში ხდება ასეთი რაღაცები, აქამდე ამას ყოველ შემთხვევაში ვერ ბედავდა ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. კი ბატონო, რაც უფრო გადის დრო, უფრო მეტად ირღვევა, უფრო მეტ კანონდარღვევას ვაწყდებით და უფრო მეტად ვხედავთ რა ხდება სასამართლოში და რამდენად გასულია სასამართლო მართლმსაჯულების ზოგადი ცნებიდან. ეს არის უდიდესი უბედურება. არა მარტო იმიტომ, რომ უშუალოდ ნიკა გვარამიას ეხება საქმე, ან ნიკა გვარამიას პროცესს ეხება საქმე, ეს ყველას ეხება. თუ კი ნიკა გვარამიას შემთხვევაში სასამართლოს, სამართალდამცავ სტრუქტურებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუძლიათ ამდენი გაბედონ, ნებისმიერ მოქალაქეს კიდევ უფრო მეც გაუბედავენ. თქვენ იცით, რომ 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული მშვიდობიანი აქციების დროს. მათ შორის ზურა დათუნაშვილი, თქვენი თანაგუნდელი და საბას ხვიტარიძეც. საბას ხვიტარიძეს, როგორც ვიცი, სისხლის სამართლებრივ საქმეზე არის აღწრული, ხო? კი ბატონო, ზურა დათუნაშვილის შემთხვევაში ჯერ არ ვიცით პროცესი როდის დაინიშნება, ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. საბას ხვიტარიძეს დღეს ექნება ბრალის წარდგენა, როგორც ადვოკატმა შეგვატყობინა და მის აღკვეთ ღონისძიება, აღკვეთ სასამართლოსაც ველოდებით, პროცესს ველოდებით, თორე სასამართლოდან რამე პოზიტიურ სამწუხაროდ არ ველოდებით. სასამართლოს აკისრია უმნიშვნელოვანესი როლი. როდესაც ქვეყანაში არის ესეთი მძიმე სიტუაცია, მძიმე კრიზისი, სასამართლო, თავისუფალი სასამართლო თამაშობს განსაკუთრებულ როლს. თავისუფალ სასამართლოს შეეძლო ამ პროცესის განტვირთვა, როგორც საერთო სასამართლოებს, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოსაც პრეზიდენტის სარჩელი რომ მიეღო წარმოებაში, პოლიტიკურ კრიზისგან განმუხტავდა და რეალურად დაადგენდა, მიმართულებას მისცემდა გაყალბებული არჩევნების შემდგომ ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას. ფაქტია, რომ არც ერთი გამბედავი მოსამართლე ორიც გარდა არ აღმოჩნდა არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აი საბოლოო ჯამში რა მოლოდინი გაქვთ, რისი იმედი გაქვთ? ფაქტია, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აქციები რუსთაველის გამზირზე, პროტესტი არ წყდება და ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში ამ დაკავებების და ასეთი ბრუტალური მეთოდების გამოყენების მიუხედავად. პროტესტი ალბათ არა დარწმუნებული ვარ რომ გაგრძელდება, იმიტომ რომ გუშინ თუნდაც რაც გააკეთეს 14 წლის ბავშვი თუ არასრულწლოვანი ქუთაისში, როდესაც პოლიცია მომონმა, იმიტომ რომ მას აღარ შეიძლება რომ ქართული პოლიცია ეწოდოს, სცემა ფიზიკურად გაუსწორდა და გონება დაკარგული გაიტაცეს ფაქტობრივად, ამას ხო არ აკეთებს ქართული პოლიცია, ამას არ გააკეთებს. გამოსავალი არის ის, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ დემოკრატია დავაბრუნოთ ამ ქვეყანაში, აუცილებლად პროტესტი გაგრძელდება და მივალთ გამარჯვებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში ეს ქვეყანა აღარ იქნება დემოკრატიული. ეს ქვეყანა დარჩება გარიყული ცივილიზებული სამყაროსგან და ამ ქვეყანას გადარჩენა არ უწევია. თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება და ქართველი ხალხის პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს. აუცილებლად იქნება ახალი არჩევნები და გვეყოლება ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, მრავალპარტიული პარლამენტი. მადლობა დიდი. მოკლედ, რამდენიმე წუთში უნდა განახლდეს პროცესი ნიკა გვარამიას საქმეზე. ახლა ველოდებით ნიკა გვარამიას ადვოკატების მოსვლას თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღესაც კიდევ ერთი უკანონობა ჩაიდინა სახელმწიფომ, ყველანაირი კანონის გვერდისავლით მოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი და ინფორმირებულები ამის შესახებ არ იყვნენ მისი ადვოკატები, რაც პირდაპირ არის კანონდარღვევა. მოკლედ მოლოდინის რეჟიმში ვართ ახლა ჩვენ, ველოდებით ადვოკატებს.